ეხა ხო გონია ყველას რომ TikTok ვიდეო დაიწყება რაღაცა სკეჩი დადგმული, მაგრამ მართლა ამას ჩალიჩობს. მოგესალმებით თქვენ უყურებთ Baby Bubus YouTuber-საც იმასაც რომ უყურებთ მორიგტუს ესტონეთში ვიმყოფებით, სადაც ჩემპიონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999, ესტონეთის ჩემპიონი ფლორა ტალინს დაუპირისპირდება. ჩვენ აქ ვართ, ელოდეთ საინტერესო სტორიებს და ვიდეოებს Baby Bubus არხზე. წავედით. იბერიის თამაშზე არ ვარ ნამყოფი, რომელიც წააგეს, იცი? ერთი თამაშზე ვარ ნამყოფი. დაგიბუნდებით. არ არის ეგრე რომ ეხა უცბად გეწახვიდე გუნდთან ერთად, უბრალოდ მე ესეთი რაღაცა ვთქვი, მიშევედი დირექციის კაბინეტში, იბერიის დირექციაში შევედი და ესეთი რაღაცა ვთქვი. მე მეთქი. იბერიის 10 თამაშზე ვარ მეთქი ნამყოფი. და არც ერთი არ წაუგია, ყველა მოიგო თქო რა. და გამოვედი. და რომ გამოვედი, ქვემოთ გასასვლელში დამახვედრეს ბილეთი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ხედავთ, სამწუხაროდ დღეს მიკროფონი არ მაქვს და მიწევს ესეთი შესანიშნავი მიკროფონი ავაწყე. როგორ ახართ, მოკლედ ჩამოვედი ესტონეთიდან. ძალიან პატარა ტრიპი იყო, ძალიან პატარა იყო, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი მოგონება შევიძინე ძალიან იაფად, სადღაც 7-8 ევროში, ზარაში, სპორტულ მაღაზიებში ნებისმიერი რაღაცის შეძენა შეგიძლიათ. ანუ ძალიან კარგი საშოპინგე ადგილი არის ტალინი. მოკლედ, წავედით ესტონეთში, როგორც იცით, წავედით ფლორა იბერიის თამაშზე, ფლორა დაუპირისპირდა იბერიას, უпростоრად იბერია დაუპირისპირდა ფლორას. წასულები ვიყავით მთელი იბერიის გუნდი, მე, ქორო და საბა საპანაძე. საბა საპანაძე მკვლოგი დადო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის სუპერ პროფესიონალია და რობოტივით მუშაობს, ის მთელი ტრიპის განმავლობაში მხოლოდ გზაში ვნახე მძინარე პოზიციაში და მოგიყვებით როგორი იყო ესტონეთში მოგზაურობა. მე ვარ ვაჟე გოგუა, ეს არის გიორგი ქორიძე და შემოგთავაზებთ საქართველოს ჩვენ შემოგთავაზებთ შესანიშნავ ვლოგს, როგორც იცით, იბერია დაუპირისპირდება ფლორას. ასევე მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გითხრათ, რომ მე ასევე მივდივარ ჩემი ნათლულის მოსანახულებლად ტალინში გადავიდნენ ჩემი მეგობარი, იქაური მოქალაქეობა წაიყო, იქაური გრაჟდანინია და თავისი შვილი წავს საკუთარი უკვე. ამას შეხედეთ მე. ამას შეხედეთ. აი გაცოცხლებულში რო კაროჩე ამ სახით იმოძრავა კიდე უფრო სადაცილო იქნება. განვითარებაა, ნახე. გიორგი არის, კაი ბიჭი. გიორ, შენ რატო არ გათამაშებენ? ალბათ ტრამვის გამო, ხო? ხო, ეხა ის ხდა რა ქვია. სპამიზეზე არ იქნება საერთოდ. არა, ჰამსტრინგი მწვირდა. თუ ვეი. შემოგვიერთდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, ვინც ჩვენთან ერთად იმოგზაურებს, ჩაიკუზე ცოტაში. საბა საპანაძე ადამიანი, რომელსაც ეხა ვეუბნებოდით, რომ ბრიტვის სახე უნდა იყოს, ანუ ბრიტვის სახე არა, ან კომპანია, რომელიმე ბრიტვის კომპანიის. გადავატაროთ, საერთოდ არსა და აქ ტარდება ფიგურული სრიალის ჩემპიონატი მის ფეხებზე, შესანიშნავი ფეხები არის. როგორ ახარ საბა? გარეცენ. ახლა რა შეუძლია ჩემ კამერას, ესა შემიძლია აღმოსულიყო და შენ ესე გადაგიყო, იცი? დავიცი რომ უწყინი ხარ რონალდო რო გავარდა. ხო, ძალიან გამექნა რონალდო რო გავარდა. მეგობრებო, დღეს რონალდო გავარდა, ლეგენდა დაგვემშვიდობა თუ როგორ? ხო. ლეგენდა დაგვემშვიდობა, კიდე რამე არის, ე? ბიჭო, ხვალ მეორე ლეგენდა გვემშვიდობება. პირველ რიგში დავიწყებ იმას, რომ როგორც ყოველთვის, როგორც ჩემი ყველა თხრობითი ვლოგი, აქაც ძალიან რთული მგზავრობა გქონდა მე და გიორგის. ძალიან რთული მგზავრობა გქონდა. These are for you. No, they're right back with the cups and the beer, the ice. თბილისიდან რო ტალინში გაფრინდე, შეგიძლია ესე პირდაპირ გაფრინდე, მაგრამ უკრაინასა და რუსეთს უნდა გადაუფრინო. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი ეომება უკრაინას, დაკეტილი არის უკრაინის და რუსეთის ცა და სწორედ ამიტომ მოგვიწია ჯერ ესე შავი ზღვის გადაფრენა და თურქეთის და შემდგომ ზევით ასვლა, რამაც 4 საათნახევრიან ფრენაზე მოგვაწერინა ხელი. მე და გიორგი ქორიძე ვფიქრობდით 4 საათნახევარი რა ჩემი შაშაკოლა ვაკეთოთ თვითფრნავში და გადავშალეთ მენიუ და უმდიდრესი მენიუ აქვს Air Baltic-ას. მენიუში დაგვხვდა ძალიან ბევრნაირი სასმელი. გაიზავფრინდით ქორო როგორც იცით სიმაღლის ეშინია და მაგიტომ ქალის სამკაულებს ატვარებს. მე კიდე სხვა ვარიანტს თავაზობ. alcoholic beverages. მოკლედ მეგობრებო, კოქტეილი შევყიდეთ, ნეგრონი და აპეროლ სპრიცი და ეს სამით მოვიდა ნეგრონი და აი ეს არის ჩემი ნეგრონი ეს არის. ვაჟას ნეგრონი. შენ არ დამილები ალბათ. ორსის აპეროლი? ეს არის ჩემი აპეროლი. და ასევე ვიყიდეთ
უბრალოდ დავაგემოვნეთ დღეს შავ კოკა-კოლას, რომელსაც აქვს 0 შაქარი, 0 კალორია და 0 კოფეინი, 000. და ეს ყველაფერი დაждდა 19 ევრო. 19 ევრო. 19 და 47. ოღონდ საჭმელი ჯერ არ შეგვეთია. მე ვიწერს. ანუ cheers რამე. Cheers. მასონია. აუ, გევას ნეგრონი ყველას ყოველთვის. არა, ეგეთი სუნია შეჭ. ეგეთ სახებად. Всё? Can we have one cup, two girls? მეგობრებო, თავზე გადაჭმის, მე შემდეგ ეტაპზე გადავედით, უკვე 3 ვსვავთ. და შემოგვერდა ჩვენი ძმა მუშტით ხარე. თქვენი თამადობით იმ ადამიანებს გავამარჯოთ, ვისაც ცხოვრებაში სხვისთვის ცუდი არ უნდა და თბილისიდან რიგამდე არის 4 საათი ესე გრუპად რაფად რო ვთქვათ, ვისაც არ მოგწონთ რუსული სიტყვები რაფად და ვისაც მოგწონთ გრუპად რაფად რო ვთქვათ 4 საათი უნდა რიგამდე ჩაფრთხნას და 1 საათი უნდა ტალინამდე რიგიდან ეს 5 საათი. მერე უკან წამოსვლასაც 1 საათი და მერე 5 საათი. ანუ 10 საათი უნდა იყო თვითფრინავში აფრენის მდგომარეობაში. მე ზუსტად თვითფრინავში 10 საათი ვიგრძენი, ანუ 10 საათი გავატარე თვითფრინავში, აი ესე 10 საათი ვიყავი, ყველა წამი, ყველა მომენტი თავიდან ბოლომდე შევიგრძენი, მაგრამ საბა საპანაძეს აქვს ესეთი უნიკალური ნიჭი, რომელიც ეხმარება მას ესე ჯანსაღად და კარგად რომ აკეთოს თავისი კონტენტი სოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, დაახლოებით ალბათ 2 წუთი ეღვიძა ჯამში. ანუ ამ 10 საათიდან აი ესე როგორც კი დავждებოდით აი ესე ხო დავჯექით. აი ესე დაждდებოდა, ესე გავხედავდით, ზის ჩვეულებრივად ესე არის რა. ზუსტად როგორც კი თვითფრინავით ხვირს აწევდა, აი ეგრევე ეძინა. თან ძინავს თუ აგახედავს. ანუ აი ესე ძინავს, აი. ეს არის ნიჭი, რომელსაც მე და გიორგი ქორიძეს გვშურს და სწორედ ამ შურმა არ ვამაყობ ამ საქციელით, მაგრამ ამ შურმა გაგვეკეთებინა სწორედ ის, რასაც ახლა კადრებში ნახავთ. აიცა, დავაი, შენ წააგე მაზიანე. Просто ვერებას სულს. რა ვქნა არ ვამაყობ საკუთარი თავით, მაგრამ უარესი შეგვეძლო, კი შური გამოძრავებდა, მაგრამ რა ხან ესეთი მობიერი და კარგი ხალხი ვართ მე და ბატონი გიორგი ქორიძე, მხოლოდ და მხოლოდ ნეგრონი მოვახვედრეთ მის პირში. ჩავედით რიგაში, რიგის აეროპორტი არის ერთი ტრუბა, ანუ აი ესე დიდი მილი რო გააჭრა, აი ეგრე არის ერთი ზოლი ესე, არაფერი აქეთ-იქით შესახვევი არ არის. და თავზე არის ერთი პატარა ასასვლელი, სადაც არის აწერია lounge რა, air lounge თუ რაღაცა ქვია, შევედით და ჩვეულებრივ ვიღაცის ზალაში აღმოჩნდი რა, ვიღაცის ზალაში ვიყავი, სადაც რაღაცა ერთი დეი და საჭმელს აკეთებდა და აი ეგეთ იმაში ძალიან გული დამწყდა. მანდაც რა თქმა უნდა დავლიეთ, ჩავსხედით თვითფრინავში, რიგიდან ტალინამდე არის 1 საათი და ის 1 საათი ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი. ის 1 საათი მე ვიყავი სადღაც 10 საათი ვიყავი გზაში. მაგრამ ბაბა საბასაპანაძე რამდენი ხანი იყო გზაში. როგორც კი აფრინდა თვითფრინავი, მან თვალები გააღო და დაიძინა. ჩამოვედი? არიცი? ტალინში ხარა მაჩუკას. ამ წელს გავიღვიძე. ტალინში ჩამოვედი, წამი არ მიძინია საბას. შენიც მე მეძინა. ყველაფერი ეძინა. ეხა მივალ მე სასტუმროში ცოტას დავიძინებ. დილა გათენებულნამიანი. და დიდი ალბათობით შემოგიერთდებით პაბიდან სადედანაც გავწურავთ არგენტინას მეგობრებო. რესტორანია, ზეზე 3 დღე ნეიმარი და გამოიჩევა ტურის რონალდო მესი. აბა. იუაზრასლიანი ბოთლა უყვარს. მე ჩავედი დილას, ნასვამი, გამოუძინებელი, გაუბედურებული. რედისონის სასტუმროში შევედი. მე და გიორგი ქორიძე მოbrundით. ძალიან მოდი პატარა რუმტური გავაკეთო ჩეჩ. რუმტური რელი ნაო. კაი, ეს არის ჩვენი საწოლი. ეს არის
ჩვენ როგორც იცით, მეუღლეები ყავს და ქალებთან ერთად არ გვძინავს ცალკე დაიძინებენ, ხო? ისახოცი, აბა რა, ბიჭო, არა, ბაბუ. ანუ ძალიან crazy ჩუსტები გვაქვს ჩემი. ილიასთან ჩავედი, უნდა მომენახულებინა ჩემი ნათლული, რომელიც კარგი დიდი ხანი არ მინახავს, დიდი ხანი არა, როცა მოუნათლე მაგის შემდეგ ისინი ტალინში არიან და მე ვერ მოვახერხე ტალინში ჩასვლა და ახლა მოვახერხე და უნდა მენახა ილია და მე საღამოსთან არგენტინის თამაში იყო და ამ თამაშის ყურება ძალიან მინდოდა. 2 საათი დავიძინე, ავდექი, ილია დამხვდა ნაკირავი მანქანით და წავედით ვანა ტალინში. ნებია? ეს და მოკლედ მეგობრებო, ესე იგი, რომ ამბობლარიანდებოდი, რომ ნათლული მყავს მეთქი. და ძმაკაცი მყავს მეთქი, იქ ჩავდივარ მეთქი, ეგ არის ადამიანი არის, თქვენ ერთხელ მაინც თუ ყოფილიყავ საქართველოში, კავკასიონი, გომბორი და ლიხის ქედია. თქვენ ერთხელ მაინც თუ ყოფილიყავ საქართველოში. ერთხელ მაინც არ ყოფილიყავ დიდ რთველობაზე. კახური ღვინო, სისხლივით არ გიგემი. აი, ეს არის ეგ ადამიანი. და მოკლედ ილო. გაეცანეთ ჩვენ მაყურებელს ილია. დიდი ხანია ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ილია დაიგაზა იმაში რა, ესტონეთში ჩამოიგაზა და აქ გახდა მე ლოჯისტიკა შეისწავლა, მე ლოჯისტიკიდან ლოჯისტიკური სამსახური გააკეთა, სამსახურში ქართული გენი და სული და ხასიათი გამოვიდა და ეხლა მაღალ თანამდებობაზეა და ძალიან მაგარ კომპანიაში მუშაობს, რომელსაც ქვია Smart Football. Genius Sport. Genius Sport, ხო ახლოს ვიყავ. Smart Football და Genius Sport. ხო და NBA ჩამიტეხეთ, არა დანარჩენი კი Smart Football. NBA-შიც მუშაობ? ხო. ილია თავიდან იყო ლექსების დაკავებული. ლექსებს წერდა, შემდგომ კითხულობდა, შემდგომ ემიგრანტ დედებს პულებს არ იცხინებდა, იმას აგროვებდა, მე შემდგომ მაგ პულით იყიდა ბილეთი. აქეთ ეხა არის ემიგრანტი მამა ეს, რომ აქედან რიცხავს ეხა უკვე საქართველოში ფულს. ფეხბურთი არ უყვართ ხო ამ ჩემისებს? კი, როგორ არ უყვართ? ხვალ რიბერის ფორმით რომ ბატონად. ისე არ უყვართ, როგორც ბრაზილიაში უყვართ, მაგრამ ფეხბურთი უყვართ. ბრაზილიაში სად უყვართ? ბრაზილიაში უყვართ ტრაკის ქანაობა და ფეხბურთი არის საშუალება მაგის თორე. ფეხბურთი უყვართ ინგლისში. დღეს კოლუმბიაში თუ კი ვინმეს ველაპარაკე, ყველა კოლუმბიის მაიკით იყო აბსოლუტურად. ნაციონალური მაიკი, აბსოლუტურად ყველა. კოლუმბიაში ბიზნესში კოლები ქონდა? ხო. ვინი ფიქრებდა? მოუყევე? რა ერთხელ მაინც რომ ნაყოფირებდა. საქართველოს. გაჩერებაზე გაფიქრებულ მღრიე თვალებში. გაჩერებაზე ჩაფიქრებულ მღრიე თვალებით. ეგ არის ჩემი საყვარელი ლექსი. გადავაი ისეთ ლექსებს მახსენებ ხოლმე, რომელიც აუ გაჩერის. მართლა არ მახსოვს ხოლმე. რა არ გახსოვს შეჩემა. აუ, მეთქი ხო ეგ ლექსის დაწერილი. მართლა. ეგ გაჩერებაზე ჩაფიქრებულ მღრიე თვალებით ბოლო თეთრებს რომ გამალებით ითვლი ხურდება. ეგ ლექსი ვაფშე არ მახსოვდა. ბოლო თეთრებს რომ გამალებით ითვლი ხურდება. არის 14 წლის მან. რა მარტივია და რა რთული იმის შეჩვევა შენთვის ძვირფასი თანდათან რომ უპასურდება. ჩავს. Crazy შეჩემა. გახსოვს გურამ შეროზიას ერთად რომ თაზე ახვედი? არა ბიჭო, გურამ შეროზია ერთი ის მოგზაურია. თან რა მაგ დროს რითი როგორ პოზიციონირდებოდა საზოგადოებაში გურამ შეროზია? გურამ შეროზია მოგზაური იყო ხო? მოგზაური არის. და რის თაზე იყავით? გომის თაზე იყავით? არა. სნოში ავედით და სნოდან ჯუთაში. ჯუთაში ვიყავით. და მაგარი მოდელაურზე გავედი. და მაგარი მოწადინებული იყო თაზე რომ მიდიოდა მეთქი ბიჭო წამოდავლეო ჯიგრა თაზე. არა. პირველ რიგში გვინდოდა ადგილი, სადაც შეგვეძლებოდა არგენტინა ეგვიპტის თამაშის საყურებლად. არგენტინა ეგვიპტე ხო იცით რომელი თამაშიც არის, რომელსაც ამდენი არაადეკვატური შეთქმულების თეორია მოყვა, რომ საჯებმა მოაგებინესო არგენტინასო, იმიტომ რომ მართლა არა ბიჭო ხო მართალი ხარ ის მესამე გოლი ძალიან ძერს კი შეაგდო საჯმა მაგრამ ის ორი გოლი ხო არგენტინელებმა გაიტანეს რა ეხლა მომისმენთ მეგობრებო ძალიან გეხვეწები ეხლა მომისმენთ ძალიან გთხოვ ეხლა მომისმინეთ ყურადღება მომაქციეთ მესი იტანს გოლს ეს სადავდა თამაშობს მესი უტყავს და ყურადღება მომაქციეთ ეხლა მესიმ გოლი შეაგდო მიდი მესი გეხვეწები მესი შეაგდო Que vetere. O argamazo, Uai! Bichora!
ესტონელები არიან ძალიან ცივსისხლიანი ხალხი. აი, რო დადიხართ ქუჩაში, გეგონებათ, რომ ის ადამიანები, ვინც მოძრაობენ, არანაირი მიზანი არ გააჩნიათ გარდა იმისა, რომ ეხა ქუჩაში უნდა გამოვიდნენ და უნდა იარონ. ანუ NPC რო ქვიათ, ხო იცი? ჩვენ ქართველები ვართ უფრო აი ექსპრესიული ადამიანები ვართ. გამარჯობა, ხო? რა საყვარელია, ხო არის ფრაზა? ვაიმე ბავშვი რა საყვარელია? ჩვენ ვამბობთ ესე ვაკეთებთ ჩვენ და ესტონელები აკეთებენ ვაიმე ეს ბავშვი ნამდვილად საყვარელია. ვადასტურებ, უდაოდ საყვარელი ბავშვია. აი ეგეთი ადამიანები არიან რა. ესტონეთი არის ყველაზე ციფრული ქვეყანა, რომელმაც ვაფშე ფურცელი და პასტა გადააგდო საერთოდ რა. აი თითქმის არსად არაფერზე ხელის მოწერა კალმით და ფურცლით არ ხდება. ქორწინებაც ონლაინ ხდება, ონლაინ აწერე ხელს, პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ონლაინ ჩაატარა არჩევნები. ასევე არის ევროპის ყველაზე სუფთა ქვეყანა, ტალინი დასახელდა მწვანე დედაქალაქად ევროპის და ტერიტორიის 50% ტყეა ესტონეთში. ესტონეთის დროშის კოქტეილი დავლიე, სხვათა შორის, და ესტონეთის დროშა არის ეგეთი რაღაცა, რომ ქვემოთ თოვლია, შუაში ტყეა და ზემოთ ცა. ეს არის ფოტორის მიხედვითაც ესტონეთის დროშა არის შენადგომი. სამზარეულო. მე ჩავედი ესტონეთში და ვიფიქრე, რომ ესტონური კერძი უნდა გავსინჯო. მეთქი ყველას სადაც ჩავდორი, იქაური კერძები მინდა გავსინჯო. ილიას უთხარი შეაფასე მეთქი ერთთან 10-მდე ესტონური სამზარეულო თქო და ფიქრობს და ბიჭო 2-ო რა და გამიკვირდა, ანუ 2 როგორ შეიძლება, ანუ 2, ანუ 3 როგორ არ შეიძლება, რომ ქვეყნის ის 3-ზე როგორ არ შეგიძლია აიყვანო, ანუ სამზარეულო 2 რანაირად არის და ნაციონალური თქვენი ხინკალი მეთქი, ამათი ხინკალი რა არის თქო. ამათი არის რომ შავ პურზე დადებული სილიოტკა ჭარხალთან და მოხარშულ კარტოფილთან ერთად. ეგ არის ამათი ხინკალი, წარმოიდგინე, ხინკალს აქ რო ხო იცი ხინკალზე რომ მიდიხარ თელი საძმაკაცო და რომ უნდა ჩახრიპოთ და ლუდი უნდა დააყოლოთ, ამათ აქვთ შავი პური, ზემოდან სილიოტკა ზეთიანი, მოხარშული კარტოფილი და მოხარშული ჭარხალი. და კამა ალბათ რა. შემეცნებითია ვლოგი და დამთხევა არ არის, რომ ჩემი გენერალური სპონსორი არის საქართველოს ბანკი, რომელიც არის ასევე განათლების მთავარი და შემეცნების მთავარი მხარდამჭერი საქართველოში. თუ გწყურია სწავლა, უნდა შეხვიდე განათლება.biog.gz-ზე. იქ არის ძალიან ბევრი პროგრამა, არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხარ, რა საკეთებ, რა ეტაპზე ხარ სწავლის. აუცილებლად იპოვი შენზე მორგებულ პროგრამას და აუცილებლად დაგეხმარება საქართველოს ბანკი, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე, ან არ მოგიწიოს გაჩერება. ეხლა რო იცი ეს მეგობრებო არის ღამის 9:10 ნახევარი. 10 ნახევარია ბიჭო და თურმე დაგვემთხა თეთრი ღამეები. ქართველს რო შეუულია ესტონეთში შიში შეიტანოს, ეგრე არავის არ შეუულია. რატომ ეხლა მოგიყვებით? წავედით და საღამოს მაგ ბარიდან გამოვედით, გადავედით რაღაცა ბარში. ილია არის პოეტი. ანუ ესე პოეტი ოფიციალურად პოეტი არ არის, უფრო ჯენიუს სპორტში მუშაობს და ძალიან კაი თანამდებობაზეა და გავუსწავლეთ ილიას გულები. მაგრამ ლექსებსაც წერდა ბავშვობა, აი როცა ვიცნობდი, ლექსებს წერდა. და წავედით ბარში, წავედით ბარში, სადაც აი როგორი ბარი ხა გიხსნით რა. აი მოკლედ შევყედეთ სასმელი ჩვენ რა და მოგვიტანეს ნაყინი რა. და ილომ დალია აგერეს. გამობს რომ მენთოლის გემოაქო. მაინტერესებს შენი რეაქცია. სასმელი რომ მოდიოდა, გვერდზე მოყვებოდა რაღაცა ვარდისფერი ყურები გასაკეთებლები, რაღაცა ჭვიალები, გლითერები, როსვამდი, მე გიწვრილდებოდა ხმა, ანუ რაღაცნაირი ეგეთი ბარი იყო. ანუ მოკლედ დავიწყეთ მან ცმა. მან დავიწვი ხელი. ილია მეუბნება რომ ვანატალინი უნდა გაგასინჯო. ვანატალინი არის ესეთი სასმელი, რომელიც ესე მოდის, ცეცხლს უკიდებენ. ცეცხლი უკიდია და საწრუპი უნდა ჩაყო და ამოწრუპო რა. ეს არ მინდა ამის დალევა შეჭმა ცხელი. დალიე. უკვე ხა ეგრევე? არა, სტრო აიღე. ჩაყე. ნორა.
ძალიან დამეწო, მგონი ანაბეჭდები გამიქრა ისე დამეწო. მოდი, ეგიც გავაკეთებ შენზე, მიდი. ეცა. იცი მამალე. უკან. ჩემი საყვარელი სცენა რა იყო რა, რომ აქეთ კარაოკეს მღერის ვიღაცა, იქით ვიღაცა გოგოები ყურებით რაღაცა იმას აკეთებენ, აქეთ ვიღაცები სვამენ, იქით რაღაცა ესეთი რაღაცა არის და ილიამ აქვს ესეთ რაღაცას რომ თვალი არა, ილიამ მეუბნება რომ კაროჩე შენზე მეც სვამ. მე მეუბნები რომ არა შემხედრია მეთქი ადამიანი ვინც ჩემზე მეც სვამს, ანუ ძალიან ბევრი ადამიანთან ერთად დამილევია, შენთან ერთადაც დამილევია ილიამ მათ შორის, მაგრამ შენ ჩემზე მეც არ სვამ მეთქი რა. არა ვსვამო. და გავიდე რაღაცა ვსვამთან რაღაცებს და დრო გავიდე და შეთრვა ეს ილია რა. და ეს რაღაცას ამბობს რომ ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ სიყვარული არ არსებობს. ეს რაღაცა ხო ერთი 6-7 კაცი ვსხედვართ ესე და ამას უსმენთ რა. იქით ისინი რაღაცებს აკეთებენ. აი უთინეიჯერესი სიტუაცია არის. ყველგან თინეიჯერი, ანუ ჯასტინ ბიბერი აკლია ერთი ახალგაზრდობაში, აი ესეთი თმით, აი ეგ სიტუაცია იმენა რა და ილია უცებ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ სიყვარული არ არსებობს. და მე მას ლექსით ვუპასუხე. და წამოდგა ესე რა. ერთხელ მითხრეს სიყვარული არ არსებობს მეგობარო და რა გინდა შენი თავი ასე უნდა შემაბრალო. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ტონელი ხარ, მიდი ხარ შენ საყვარელ unicorn barში, სადაც ძალიან ბევრი ბამბის ნაყინი და რაღაცეები იყიდება, ზიხარ, ჯერ არ მჯერასთან ერთად თამაშობ, ჯერ არ მჯერას თამაშობ რა, ანუ მე ჯერა მე გადაეცი ყველაზე ჭიქა გადაეცი ყველაზე crazy და გადაცემს იმას და უცებ ერთხელ მითხრეს ეკიდან უცებ გახედავ და ვიღაცა ტიპი დგას და ლექს კითხვა. მეგობრებო, ნახეთ, მაღაზიაში ვარ და რა ვიპოვე პროსტა. აბა გამოიცანეთ ხელში ამიჭიავს. იასამნისფერი ფრაპუჩინო. და აქ აქვთ ორმაგი ესპრესო. ამაგენ დილას იღვიძებ შეჩემა. დილას იღვიძებ. და მაცივარში პირველი ცივი გაჟაი ეს მაცივარში. ხო. ამაგრა ისმევა იცი ენა. ცივი აი ყავებიდან ყველაზე საყვარელი ჩემთვის არის საფრთხეში განსაკუთრებით ცივი. ცივი ყავა. აუცილებლად. ფიქრობ რომ სადღაც შემიძლია რომ ქულა დავაკრო, მაგრამ შეფუთაც ისე მომეწონა რომ ვერაფერს ვემის. 10. 10-ია? 10. გემერიელესი გაიხარე ძმაო და ხმერს მაცივი ყავა არ მოგაკლოთ მეგობრებო. უნდა გავიდე. იქაც ნათლული მყავს მე. ეხლა მინდა გაგაცნოთ ერთი პიროვნება რა. ჩემი ძმა, ერთი წუთი შეგიძლია კამერასთან მოხვიდე? ბაბუ. მოდი, ნახე რა განახო. ეს რა არის? მოდი. აი. ვიქალი ესა. ეს არის ჩემი ნათლული. ადამიანი, რომელსაც დავანათლე ყველა ნიჭი საერთოდ, რაც გამაჩნია. სწორედ ამიტომ ერთი წლის ასაკში არის ძალიან ნიჭიერი. ნახე, აი, ძალიან მოსიყვარულე. ძალიან უყვარს ბასტო, როგორც ბასტოს. და ფეხბურთის თამაშზე როდის გეგმავს? ფეხსა და ბიჭა. ეგ ეტკინა? ფეხი და ბიჭა ამას და ეტკინა. მაგარი ტიპია, კაროჩე გაუსპამეთ ადამიანის გულები გაუსპამეთ კომენტარებში. აქ კომენტარებში შემოვა 4 წელიწადში რომ შემოვა კომენტარებში. ნახოს რომ გულებით არის გადასპამული ქაურობა და მე ფეხბურთზე შევა და კაროჩე მე მოაყომარებს რა, მე გვასახელებს. რაც თავარია ესტონეთის ნაკრებში არ თამაშობს, ხო, საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ხო? იმის გამო მეგობრებო, რომ ძალიან საყვარელი არის ჩემი ნათლული. საგულშემატკივრო მანქანას ავტობუსს ვერ გავყევი სამწუხაროდ. ამიტომ გაგიკვირდებათ და ვისთან ერთად ვარ? აწი ერქვას ილიას ფასტოს ემიგრანტი არის ერთი ვარიანტი.
და ლოჯისტიკის ილი არის მეორე, რომელიც მეც დაუძახეთ რა. ანუ ლევადია იბერიაზეც ნამყოფია ეს ბავშვი, ერთი წლის ასაკში და ფლორა იბერიაზეც. გავერთეთ პირველ დღეს ესტონეთში, ძალიან სასიამოვნო გასართობი დღეები იყო. გათენდა მეორე დღე არის ჩვენი საპასუხისმგებლო დღე. მეორე დღე არის თამაში. ფლორა იბერიის წინააღმდეგ. ზუსტად ამიტომ ჩავედით, რომ ფლორა იბერიას დაასწრებულიყავით. ძალიან ბევრი კომენტარი იწერებოდა, რომ აი ფლორა და აი რაღაცნაირი აბუჩად იგდებდნენ ფლორას. მე ხა რამდენიმე ფაქტს გეტყვით ფლორას საფეხბურთო კლუბის შესახებ. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ფლორას საფეხბურთო გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ესტონეთში. ტალინის გუნდი ორი ტოპ გუნდი არის ლევადია, რომელმაც შარშან იბერიას მოუგო. შარშან შეხვდა ლევადია, წელს შეხვდა ფლორა. მაგრამ ამ ორ გუნდს შორის ფლორა არის უფრო ტიტულოვანი გუნდი ვიდრე ლევადია. ლევადიასა და ფლორას შორის არის დაპირისპირება ძალიან სერიოზული და არის ესეთი დერბი არის, მაგრამ აი დაახლოებით ისეთი დაპირისპირება არის, როგორი დაპირისპირებაც არის ხოლმე ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის. ანუ ისტორიულად ყველაზე დაპირისპირებული გუნდები არიან ეს ორი. ფლორა შეიქმნა 1990 წელს და ფლორას ყავს კარგი აკადემია, ფლორა გამოირჩევა აკადემიით და ესტონეთის ნაკრების უმეტესობა არის ფლორას აკადემიიდან. ფლორას გუნდში თამაშობენ უმეტესად ესტონელები, იმიტომ რომ ეგეთი პოლიტიკა აქვთ, რომ აკადემია აქვთ თავისი და ახალგაზრდებზე აქვთ სწორება. ფლორა არის კარგი გუნდი. ძმებო, მოკლედ მოვედით სტადიონზე, აგერ ნელა ქართველები ვიყრიბებით. ჩვენთან ერთად არის იბერიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც გამოჩენა არ უნდა, იმიტომ რომ რაღაცას ვანახებ რა, შეიძლება, ანუ აი ბაბუს ნახე რა, 25 წლის ასაკში ნახე რას მიაღწია. არა, ეგ ვიცი. ლუკა მიქაძეს ვიცნობ. პატარაკი არის ჩემ აი ამას ეს რომ მორჩება მაჩუქე. თუ მოვიგეთ 13 მაგას მაძლევ გარეთში. მარტო ამასაძლევ. ეს ხელის ჩარტყმა. აბა, ქართველებო, საქართველოს გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ესე ხდება რა ძმაო, სადაც ჩადიხარ, უნდა იცოდნენ ვინ ჩადიხართ რა. ეს არის მომენტი, რომ რაც უფრო ტვინს მოტყნავ, მით უფრო კარგი რო არის რა. ესტონეთში ცხოვრობს დაახლოებით 1500-მდე ქართველი ადამიანი ცხოვრობს ახლა, ანუ არსებობს ესტონეთში. და დაახლოებით 400-300-დან 400 კაცამდე ვიყავით საგარეო მატჩზე, ქართველები, იბერიის გულშემატკივრები. ძალიან კარგი სიტუაცია იყო, იბერიამაც იქ რაღაცა პატარა ის მოაწყო, რა ქვია, შესახურებლად გლუდები იყო, დაგვირიგა დროშები, საყვირები, ისინი ესენი რომ მაქსიმალურად ამ 400 ადამიანს მაქსიმალურად წნეხი რაც შეგვეძლო 400 ადამიანმა წნეხი მიიტანოს მოწინააღმდეგე გუნდზე, ეგ წნეხი მაქსიმალურად ეფექტურად მიგვეტანა. ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. თუ თქვენ ჩართავთ იბერიის თამაშს და იბერია გოლს რო იტანს, რამხელა ხმაური იწყება მოედანზე, დაინახ, ანუ გაიგებთ რა, გოლი რო გადიოდა მომენტანზე იწყებოდა ხმაური თითქოს შინ თამაშობდა იბერია. Sealt ka äärekaitse üle jooksnud tulemas Belašvililt kavalselt jõuab kohale ja jõuab Aivar Rahvasse. Läheb Iberia 18. minutil seda kohtumist juhtima. Ja no nagu sa alustasid seda rünnakut sellega, et nii ei saa, nii ei tohi lasta. Ja oma fännide ette läheb siis Zviad Natševja seda väravat tähistama. Iberia 1 Flora 0 ja ei saaks. და ძალიან დაეხმარა რა თქმა უნდა იბერიას გამარჯვებაში. ძალიან საინტერესო ფაქტს აღნიშნავ ერთს. ჩვენთან ერთად იყო ორი ესტონელი ადამიანი, რომელიც იყო ლევადიას ულტრასების ლიდერები. ყველა გუნდს ყავს თავისი ულტრასები. ანუ გულშემატკივრები, ფანები თავის დასახელებით, რომლებიც აყვირიან და ჭუბობენ და იბრძვიან და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, ლევადია და ფლორა არიან დაპირისპირებული მხარეები. და სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი, თვითონ ესტონელებიც ძალიან ბევრი გულშემატკივრობდნენ იბერიას
იმიტომ რომ იყვნენ ლევადიის გულშემატკივრები და ფლორას წარმატება მიუხედავად სახელმწიფო ამბისა და პატრიოტიზმისა, ფლორას წარმატება არ გაუხარდებოდათ და გულშემატკივრობდნენ იბერიას. კიდევ ერთი fun fact-ი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაშიდან. თამაშს ესწრებოდნენ არსენალის და ლივერპულის წარმომადგენლები და აკვირდებოდნენ ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდას. ანდრია ბართიშვილის გამო ესტონეთში ჩამოვიდნენ წარმომადგენლობა ლივერპული ხო იცით გუნდი. მამარდასაც თამაშობს, ან თამაშობდა, არ ვიცი, რომ დაიდება ეკვიტორ რა სიტუაცია იქნება. თამაშობდა და არსენალი. დეკლან რაისი სადაც თამაშობს. ფინალში რომელი გუნდიც გააძვრა და რომელმაც ძალიან გამიხარდა რომ წააგო. აი ეგორი გუნდის წარმომადგენლობა იყო სპეციალურად მოსული იმისთვის რომ დაკვირვებოდნენ ანდრია ბართიშვილს. არის ხომ როცა გუნდს გულშემატკივრობ, აი გულშემატკივრობ რა, მაგრამ როდესაც თან გულშემატკივრობ და თან სიამოვნებას იღებ, არის ერთი კიდე სხვა ლეველის სიამოვნება არის რა. რა ხდება თო? პირველი ტაიმი იბერიის გუნდმა ითამაშა იდეალურად. აი იდეალურად ითამაშა. ორი გოლი გაიტანა. ერთი საკუთარ კარში მიიღო, მაგრამ ის ერთი იყო, ის ერთადერთი დარტყმა, რომელიც განახორციელეს და იმ ადამიანმა არ მახსოვს გვარი ვინ იყო შესანიშნავი, აი ბილიარდის ბურთის იმას რო ეძახიან გაუშვა და დაბალი შეაცურა კუთხეში, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში. Varjundile rinna peale, Varjund esimene puude Kreida kaugelt! Paistab! Ja Kreida! შემდგომ დაიწყო მეორე ტაიმი და გაუგდეს ფლორას კაცი. ანუ ფლორა დარჩა 10 კაცით. როდესაც 10 კაცით დარჩნენ, ფლორა ფლორას თლიანი გუნდი გადაეწყო 10 კაცზე სათამაშოდ. ანუ შენ როდესაც 10 კაცით რჩები, გაქვს გეგმა B, სადაც გათვალისწინებული გაქვს, რომ თუ 10 კაცით რჩები და ეს ფეხბურთელი აღარ გყავს მოედანზე, გადააწყო გუნდი ისე, რომ 10 კაცით მაქსიმალურად ეფექტურად მიაღწიო იმ შედეგს, რა შედეგის მიღწევაც გინდა. მაგრამ როდესაც 11 კაცით თამაშობ და 11 კაციან ტაქტიკაზე ხარ და მაგ დროს რჩები 10 კაცით, ეხლა მიხვდებით რისი თქმაც მინდა. No, uute reeglitega ei saa siin väga palju pikutada võtta, sa saad väikse pausi, peaks minema mängija platsi kõrvale, sellepärast et kohtunik pidas tema pärast mängu kinni ja seda nüüd seletatakse. See on seesama näha, kuidas see nüüd 2 korda järjest töötab. Aga no ilmselt Jassin Kutsia sai ka päriselt haiget, et vaevalt, et nüüd äsja väljakule tulnud mees kohe hakkas siin pause võtma 10-meelse Flora vastu. Raksin. Ühega on vaja viia. Senjov ühe puutega leiabki sealt oma! Ja tuleb 2-2, Flora saab viigi kätte! Anu, ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა, რომ 10 კაციანმა ფლორამ გოლი როგორ გაგიტანა თუ. აქ არის ორი სისულელე, რაზეც აუცილებლად მინდა კომენტარი გავკეთო, იქ თამაშზე ვიყავი და აი ხო ვყურებდი რაც ხდებოდა და რომ შევედი, მაინტერესებდა რომ აი ქართველებმა მართლა ის ყველ ტოპ 1 გუნდს, ესტონურ ტოპ 1 გუნდს სტუმრად თამაში მოუგეთ და თან თამაში დავჯაბნეთ გულშემატკივრობაში და დავჯაბნეთ სტადიონზეც და მეთქი რა ხდება რომ რა მაგარია ეხა ერთი სული მაქვს შევიდე და შევხედო და ნახო რა ხდება და შევედი და მიდიოდა გაკიცხვა იმაზე რომ როგორ გაგიტანათ 10 კაციანმა გუნდმა გოლი 10 კაციანმა გუნდმა გაუტანა 10 კაციან გუნდს გოლი და ეს 10 კაციანი გუნდი რომელმაც გოლი გაიტანა თამაშობდა 10 კაციანი ტაქტიკით და 10 კაციანი გუნდი რომელმაც გოლი გაუშვა თამაშობდა 11 კაციანი ტაქტიკით. მაგრამ მინდოდა ამ ყველაფერზე საუბარი და იმედია გაიგეთ ვისაუბრე.
ხო, კაი მაგას თავი გავანებოთ, რა თქმა უნდა, რომ შემოbrუნდა მე-11 კაცი, მე-3 გოლიც გაუტანეთ. tuleb esimesse posti ja Iberia saab siit kolmanda. Iberia vastab kiiresti ja nagu vastas Flora väga kiiresti sellele. და ბოლო 2 წუთი შევინარჩუნეთ ანგარიში და მოგებით წამოვედით იმის იმედით, რომ საქართველოში ბევრი გულშემატკივარი მოვა და ზუსტად ამ გახსნილი და თავისუფალი თამაშით უფრო დიდი ანგარიშით მოვუგებთ ფლორას. ამიტომ მე მოგმართავთ 14-ში არის თამაში მიხეილ მესხზე იბერია ფლორა და ძალიან გთხოვთ, ვისაც რო გაქვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ. თუ იცნობთ ისეთ ადამიანს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ძალიან კარგი მომენტია, რომ საკლუბო ფეხბურთით ვისიამოვნოთ მართლა. ძალიან კარგი მომენტია, რომ საკლუბო ფეხბურთით, რაზეც ვოცნებობთ ქართველები, რომ საკლუბო ფეხბურთით რაღაცა სიამოვნება მივიღოთ და ამ ამბობთ, რომ ვერ ვიღებთ, ძალიან დიდი შანსია მივიღოთ. პატარა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვარ ლეგენდა. რამდენი მორჩებაო წინა ღამეს, რა ვთქვი, 3 თვარი მორჩება თქო. იმიტომ რომ ფლორას წოდოა მეთქი საყვარელი ახალგაზრდების გუნდია და გოლი გავატანინოთ მეთქი და 3 თვარი ვთქვი ანგარიში და 3 თვარი მოუგია. ანუ ძალიან ფრეიზები ვართ, ხო, შენ ანგარიში გაარტყი, მე ფეხბურთელები ვინ გაიტანდნენ, ხო? ილია მეკითხება შენი აზრით რამდენი მეტრი არისო ესტონეთის ყველაზე მაღალი წერტილი? ილია, მოყევი ხა რა გავაკეთ? მალე. მოუყევი ხალხს. ბასტოს ვეკითხები, ესტონეთში ყველაზე მაღალი წერტილი რომელია? და რომელია რამდენი არისო ყველაზე მაღალი წერტილიო შენი აზრითო და რომელი არა ხო, რამდენი მეტრია თქო ყველაზე მაღალი წერტილი ესტონეთში? და ფიქრობს და არ ვიციო, 318-იო რა. და მეთქი მეღადავებ, ანუ უეჭველი დაგინგოა, ანუ რაღაცა ვიკიპედია აქვს თავში. მართლა 318 მეტრია. მართლა 318 მეტრია. ანუ რო იმენა 318 მეტრი არის, ანუ ნებისმიერი შეიძლება და ყოფილიყო 10-დან 2000 მეტრამდე, ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო. და ანუ რა მოხდა თურმე იცით, რომ 300 მეტრიანი 300 მეტრია ხო? ის რა ყველაზე მაღალი წერტილი 300 მეტრი იყო. და 18 მეტრიანი შენობა დაადგეს იმისთვის, რომ გადაეცოთ ლატვიასთვის, იმიტომ რომ ლატვიის ყველაზე მაღალი წერტილი არის 316. 318 ბიჭო. ასევე საინტერესო რაღაც რაც შევამჩნიე, თვითფრინავშიო შედიხარ, თვითფრინავი არის დანომრილი რა, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მიდის 30-მდე. და ორ თვითფრინავში ვიჯექი ერბალტიკის და ორივეში მე-13 იყო გამოტოვებული. წარმოიდგინეთ, მე-13 დანომრვით რა. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-14 მოდიოდა. ამაზე დავფიქრდი, რომ ცრუ მორწმუნეები არიან მეთქი, ვინც ეს თვითფრინავები ააწყო თქო და დანომრა თქო, მაგრამ მე მივხვდი, რომ ცრუ მორწმუნეები კი არ არიან, 13 ადგილს არავინ არ ყიდულობდა. ანუ არ ეყიდებოდათ მე-13 და უბრალოდ 13 ამოიღეს და მე-13 არის მე-14. და მე-14-ზე ვინ ძის, მე-13 რიგში ძის უბრალოდ 14 აწერია თავზე. ხო ძალიან საინტერესოა. მიყვარხართ. მოკლედ ასეთი იყო, ძალიან ცოტა ხანს ვიყავი მე ესტონეთში სამწუხაროდ და გამომივიდა პატარა თხრობითი შემეცნებითი ვლოგი. ერთი ის არის, რომ მართლა კარგი არის, კარგი ფასებია შოპინგის ამბავში, მართლა გეუბნებით მაღაზი, აი ეს კრასოვკები ვიყიდე 60 ევროდ. მოკლედ კარგი ფასები არის, ძალიან ზრდილობიანი, ძალიან თავაზიანი ხალხია. პროფესიონალები არიან, განვითარებულები არიან ძალიან სუფთა არის, ძალიან ცივა. სხვათა შორის დუტის კურტკებით, აი იმენა კურტკებით მოძრაობდეთ ივლისის შუაში. აი ყველას არავინ არ იყო მოკლედ სახელობენ, მოკლედ ძალიან ციოდა რა. 10 გრადუსი იყო, ანუ ივლისში იყო 10 გრადუსი. ეგეც რა ვიცი, მე არ მისტორდება, კი მისტორდება სიცივე, მაგრამ კარი და სიცივე და ის რაღაცა vibes კლავს რა, ივლისში უნდა იყოს სითბო, მაინც სიცხე თუ არა. მე მჯერა რომ იმის გამო რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ამდენი ადამიანი ნახეს, რომელიც ესტონეთში ჩაყვნენ ან დახვდნენ, მაგან ძალიან დიდი мотиваცია მისცა და
თუ ბევრი მეთანხმებით დარწმუნებულია, რომ ვისაც ფეხბურთი ოდესმე გითამაშიათ, არ აქვს მნიშვნელობა უბანში ითამაშებდით თუ ითამაშებდით, სადაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა გეთამაშიათ, ფეხბურთი თუ გითამაშიათ, ზუსტად იცი, რამხელა განსხვავება, როდესაც ვიღაცა გიყურებს და როდესაც არავინ არ გიყურებს. ელემენტარული ერთი ადამიანი, რომელიც გაინტერესებს ის თუ გაკვირდება ფეხბურთს, როცა თამაშობ, ნაკლებად უფრო დიდხანს ყოფნის სუნთქვაც, უფრო ნიჭიერიც ხდები, უფრო კარგად ვურტყამ, უფრო მეც დაძდებ ბურთს, უფრო მონდომებული ხარ. ეს არ არის პროფესიონალიზმი, ეს არის ადამიანური მომენტი. ადამიანური მომენტი არის. შეუძლებელი. ძმაო, ეხა შენ პროფესიონალი ფულს რო გიხდიან, უნდა ითამაშო. თამაშობენ. მაგრამ სუპერძალები ეძლევათ მაშინ, როდესაც ხალხი უყურებს და თუ შენ გინდა რომ ქართულ გუნდს სუპერძალა მიეცეს, რომელიც მერე ჩვენ გაგვიყვანს ევროტურნირებზე, სადაც დიდ ტურნირს ითამაშებს და საერთაშორისო ასპარეზზეც შეძლებენ და ექნება შესაძლებლობა რომ სიტყვა თქვან, შენ ვალდებული ხარ რომ წამოხვიდე. მე ხო ხვდებით, ყველა ვიდეოს ვცდილობ რომ ჩართავთ, სადღაც 1 წუთის შემდეგ გამორთვა აღარ მოგინდათ. უკან